სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა. უშინ ჩვენ მოვისმინეთ სიტყვა არქიმანდრიტ რაფაელისა დროისა და მარადისობის შესახებ. დღევანდელი სიტყვა მამა რაფაელისა ასევე შეიძლება რომ ჩავთვალოთ როგორც გაგრძელება უშინდელი საუბრისა, თუმცა უფრო კონკრეტული და უფრო სიგნისეული. საეკლესიო ლოცვებში ჩვენ საგანგებოდ ვითხოვთ, რომ ჩვენი ცხოვრების აღსასრული იყოს ქრისტიანული და ვცდილობთ სინანულისა და წმინდა საიდუმლოს მეშვეობით მომზადებულნი შევხვდეთ მას. სიკვდილისათვის მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ ის ძვირფასი დღეები, საათები და წუთები, როცა ადამიანი დედამიწას ეთხოვება და მარადისობაში მიდის. რაშიც მოგისწრებთ, იმაშივე განგსჯით, ამბობს უფალი. სიკვდილის დღე გაცილებით დიდია ვიდრე დღე დაბადებისა. ასე ეუბნებოდა ღირსი მარკოს თრაკიელი მონოზონს, რომელსაც უნდა დაეკრძალა იგი. სიკვდილის დღე არსებითად არის კიდეც დღე დაბადებისა, იმ ცხოვრებისათვის, რომელსაც ბოლო არ აქვს. ის შეჯამებად, დასკვნად, გამოცდად და აქედან გამომდინარე ადამიანის განაჩენად გვევლინება. რატომ ანუგეშებს მტირალთ მაცხოვარი? იმიტომ რომ ტირილი ეს მიწიერ ილუზიათა ნგრევაა. ჩვენი გულფაობისა და განძვინების მცოდნე ღმერთი სნეულებებს გვიგზავნის, როგორც სიკვდილის წინასწარ მაცნეებს. ადამიანი ხედავს, როგორ ირღვევა მისი სხეული, რომელიც საგანგებო პატივში ჰყავდა, რომლის ავხორცობამაც სულის ხმა ჩაუქშო. მას უძლურს და ცოცხლად ხრწნაც ხედავს, თითქოს უხილავი მატლები მდგავენ მის გადაქანცულ და ნაოჭებით დაღარულ უწმინდურობით აყროლებულ სხეულს, რომელიც გვამად უნდა იქცეს, რომელშიც ტკბობას ეძიებდა, დღეს კი რაღაც შედედებულ ტკივილად ქცეულდა. ავადმყოფებთან ურთიერთობაც კი სიკვდილის შეხსენებაა. სარეცელს მიჯაჭვული კაცის სიცოცხლე მყიფე მინას ჰგავს, რომელიც შესაძლოა ერთი მოულოდნელი დარტყმით დაიმსხვრეს. ჩირკით გაჟღენთილი მანდები, გახრწნილი სისხლის სუნი, ეს ყველაფერი თითქოს და ცოდვის სახეა, რომელიც ზარავს ადამიანის სულს. იმ საშინელი სნეულებების, იმ ჭრილობების სახეა, რომელთა განკურნებაც მხოლოდ ღვთაებრივ მადლს ძალუძს. საავადმყოფო ციხეს გავს. ციხეში ადამიანს ურდულები და გისოსები იჭერენ. აქ კი სნეულებით, როგორც ჯაჭვებით, ის ლოგინსაა მიჯაჭვული. ავადმყოფობა ძვირფასი შესაძლებლობაა სინანულისა. ის გვაფხიზლებს, დაგვანახებს, როგორი არარაობა ყოფილა ვნებები, რომელთა დიდებულებისაგანაც ბრჭყალებში მხოლოდ ბნელი ლაქებიღა შემორჩენილა. ის ადამიანური ამპარტავნების მთელ სიცრუეს გვიმჟღავნებს და როგორც ტაძრის ზარი უფალთან გვიხმობს. მაგრამ დემონი ისევ და ისევ იმ ძვირფასი დროის წართმევას ცდილობს, რომელიც შესაძლოა მარადისობაში ადამიანისათვის გადამწყვეტი გახდეს და ამას სიკეთის ნიღბით სჩადის. ახლობლები ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ იმისათვის, რომ სიკვდილი ავადმყოფს უეცრად წაადგეს თავს. ისინი მას უმალავენ, რომ ავადმყოფობა სასიკვდილოა ან სახიფათო. ცრუობენ, რომ იგი სწრაფად გამომჯობინდება.
გაუმართლებელი იმედებით ანუგეშებენ. დარწმუნებულნი არიან, რომ სიკვდილზე გადაკრული სიტყვაც კი მომაკვდავს უკანასკნელ დღეებს მოუწამლავს. ეს რომ ურწმუნოებს გაეკეთებინათ, რომლებისთვისაც დაბადება შემთხვევითობა, ხოლო სიკვდილი გარდაუვალობა გასაგები იქნებოდა, მაგრამ ასე მრავალი ქრისტიანი იქცევა, რომელთაც არ ესმით, რომ იმისი ცხოვრების და ცხოვრების გადარჩენის მოღალატეები და სულიერი მკვლელები ხდებიან, ვინც უყვართ. ისეც ხდება, რომ მომაკვდავის ახლობლებს ეშინიათ, მას აღსარება და ზიარება შეახსენა, მღვდლის დაძახებას არ ჩქარობენ, რათა ავადმყოფი არ მიხვდეს, რომ ცნეულებამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ავადმყოფისათვის მისი მდგომარეობის დამალვა და მისი მოტყუება სამედიცინო ეთიკის უფროსწორად ეტიკეტის დაუწერელ კანონად იქცა. ამ დროს კი ადამიანის სულს მოუნანიებელი ცოდვები ტანჯვა, თუნდაც ის ამას ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ სინანული და წმინდა საიდუმლოსთან ზიარება სიმშვიდეს მიანიჭებს, მისცემს კურნებას ან ძალღონეს, რათა ღირსეულად ღმრთის საქმე მორჩილებით შეეგებოს სიკვდილს. ავადმყოფებთან მღვდელს ხშირად მაშინ ეძახიან, როცა ის გონებას კარგავს და ზიარების მიღება აღარ შეუძლია. ამ მხრივ რამდენად უკეთესად იქცევიან ჩინელები, რომლებიც თავიანთ მშობლებს ნიშნად სიყვარულისა კუბოს ჩუქნიან. მშობლებიც ამ საჩუქარს, როგორც ზრუნვას, მათი სიკვდილის შემდგომ საცხოვრებელზე მადლიერებით და სიხარულით იღებენ. როცა მომაკვდავს არ აფრთხილებენ, რომ იგი მალე ამ ქვეყანას დატოვებს, მას სულიერად კლავენ და უკვე სიკვდილის კლანჭებში მომწყდეული დასწევლის იმად, ვინც ჩააძინა და მოატყუა. თანამედროვეთა აზროვნება იქით არის მიმართული, რომ ადამიანებს სიკვდილის ხსოვნის წარქმევით უზრუნველი და კომფორტული სიკვდილის საშუალება მისცემ. ეს სიცრუე თავის მხრივ სხვა არანაკლებ ბოროტებას ბადებს. თუკი ავადმყოფობა ტანჯველია, გამოჯანმრთელების შესაძლებლობა კი არ არის, ან მეტისმეტად მცირეა, ჩნდება კითხვა. მოწყალება ხომ არ იქნება შეწყვიტონ ეს ტანჯვა, ანუ შეწყდეს მკურნალობა, ან მისცენ მას რაიმე მაგალითად ნარკოტიკი დიდი დოზით, რომელიც უმტკივნეულოდ მოკლავდა. ზოგ ქვეყანაში უკვე მიღებულია კანონი, რომელიც ექიმებსა და ნათესავებს ნებას რთავს ავადმყოფის სიცოცხლესა და სიკვდილზე მიიღონ გადაწყვეტილება. აქ იგივე ჰუმანისტური ათეიზმი ან ათეისტური ჰუმანიზმი ღმრთის განგებას უპირისპირდება და ადამიანი სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხის გადაჭრას იწყებს. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ღმერთის საქმეა. საეკლესიო წესების მიხედვით, თუ მომაკვდავმა როგორღაც გამოხატა თავისი სინანული, როგორიც არ უნდა იყოს მისი წარსული ცხოვრება, ის ქრისტიანულად დაიკრძალება და სულის მოსახსენიებელი სხვა ლოცვებით წაეკითხება. ამგვარად, სიკვდილის წინა მცირედი სინანულიც კი ცხონების იმედს გვაძლევს, ხოლო დანარჩენს ღმერთი წყვეტს. სახარებაში მონანულ ავაზაკზე შემდეგია მოთხრობილი. ჯვარზე მიმშვალული ავაზაკი მაცხოვარს გამოვდა, მაგრამ უეცრად რწმენა, როგორც ზეციური სინათლის სხივმა, მისი გული გაასხივოსნა და უფალმაც შეიწირა მისი სიკვდილის წინა სინანული. წარმოვიდგინეთ სხვა სურათი. იმ დროს, როცა ეს ავაზაკი სასჯელის აღსრულების ადგილზე მიხავდა, მისთვის ვინმეს ტანჯვის შემამსუბუქებელად შხამი რომ მიეწოდებინა და იგი ჯვარცმამდე გზაშივე მომკვდარიყო. რა მოუვიდოდა მის სულს, ის ჯოჯოხეთში წავიდოდა. ექიმები, რომლებიც ავადმყოფს მომაკვდინებელი დოზის ნარკოტიკით აძინებენ, მას სიკვდილის წინ სინანულის უკანასკნელ შანსს ართმევენ. თუნდ ეს
სინანული ბოლო ამოსუნთქვას ახლდეს. ამიტომ ახალი სწავლება იოლის სიკვდილის, როგორც ავადმყოფის მიმართ მოწყალების შესახებ გამოუსწორებელ სისასტიკედ იქცევა. თანამედროვე ადამიანი სიკვდილის ხსოვნას ყოველნაირად გაუგებს. ბევრს სასაფლაოების მონახულების, დაკრძალვაზე დასრების თუ ახლობლის კუბოს დანახვისაც კი ეშინია. ფობიისა და ნევროზების თავიდან ასაცილებლად ფსიქიატრები თავიანთ პაციენტებს შთააგონებენ, რომ მათ არ იფიქრონ სიკვდილზე. სიკვდილის ხსოვნას ქუხილს თუ შევადარებთ, ადამიანები მზად არიან ყურებით ცვილით დაიცვა, რომ ეს ხმა არ გაიგონო. ხოლო თუ ღამის სიბნელეში ელვას შევადარებთ, თვალებს იხობენ, რომ სიბნელეში იცხოვრ. ადამიანს ორი უხილავი თანამგზავრი ჰყავს, ფარველი ანგელოზი და დემონი. დემონი მას ავხორცობის მეშვეობით ცოდვისაკენ უპირისპირებს. ფარველი ანგელოზი კი სიკვდილის შეხსენებით მისგან იცავს. ზოგი თვლის, რომ სიკვდილის ხსოვნას ადამიანის ნების პარალიზება შეუძლია. ასევე შეუძლია იგი შრომის უუნარო გახადოს, ცხოვრების მიზანი აღუკვეთოს, გამუდმებულ სევდაში ჩაძიროს, ან იმაში, რასაც პროსტრაცია ეწოდება, მაგრამ ეს ასე არ არის. მოწყინება გაწმილების ან აუხდენელი სურვილების შედეგია. სიკვდილის ხსოვნა კი პირიქით ადამიანს აიძულებს დროს გაუფრთხილდეს. იმის გაგებაში ეხმარება, რომ მისი ჭეშმარიტი მიზანი მიწიერი ცხოვრების ზღვარს იქითაა. ის არა მის ცხოვრებას, არამედ მის ილუზიას ანგრევს. ეს ხსოვნა თვით დროსაც მარადისობას უქვემდებარებებს. სიკვდილის ხსოვნა კაცს განსაცდელში სიმამაცეს მატებს, წუხარებაში ნუგეშს, რადგან ქრისტიანისათვის სიკვდილი აღდგომის ნათლითაა გასხიოსნებული. შედით პალატებში, სადაც მომაკვდავები წვანან. კარებთან საზიდრები დგას, რომლებითაც გვამები მოგში მიან. იქ მათ შეშის გროვასავით აწყობენ ერთმანეთს. ნახეთ ისინი, ვინც ჭლექით კვდება, მათ სხეულებს უხილავად ცეცხლი წვავს, კანი ძვლებზე გადაჰყურიათ. სუნთქვისას პირიდან სისხლის ბუშტები ამოსდით. ნახეთ, ვინც კიბოთი კვდება, მათ სხეულს თითქოს 8 ფეხა შემოყვევია თავისი საცეცებით და ნელ-ნელა ჭამს. ვინც განგრენით კვდება, მათი სხეული ნახშირივით შავდება. ისინი, როგორც ლეში, ცოცხლადობებია. ჩახედეთ ყველა ამ ადამიანს თვალებში. ისინი თითქოს უკვე ამ ქვეყნის იქით იმ ქვეყნისაკენ იმზირებიან. უკანასკნელი ამოსულყვა. ეს უცნობელობაში გადადგმული პირველი ნაბიჯია. ამ დროს მათი თვალები ქრება და დაბინდულ მინად გარდაიქცევა. სოლომონ ბრძენი წერდა, მიწისაგან შექმნილი სხეული მიწაში მიდის, სული კი ღმერთთან, რომელმაც ის სამჯავროსათვის შექმნა. ამჟამად აღორძინებას განიცდის წარმართული ტრადიცია, გვამების დაწვა. ადამიანი ფერფლის გროვად იქცევა. ქრისტიანისათვის კოცონი ჯოჯოხეთის სახეა, წარმართებისათვის ურწმუნოება აღდგომისა. კრემაციის შემთხვევაში ქრისტიანული დაკრძალვა ერთობ უადგილო ხდება. ამ დროს სიტყვები მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც უნდა შეიცვალოს სიტყვებით მიწა ხარ და ცეცხლად მიიქეც. სიმწრისეული მკინეული ირონია ბუნებრივია. სამარეს, რომელსაც ჯვარი გააწყინვებდა, დღესდღეობით ურნით ან ფერფლის ყუთით ცვლიან. სიკვდილის ხსოვნისაგან თავის დაღწევა ასე უფრო ადვილია. აი ეს სიტყვა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვეხება. ჩვენ ვერ ავიცილებთ
სიკვდილს. ყველას ეს კარგად გვესმის. ყველას გველის სამშობლო. და ღმერთმა მოგცა ეს ძვირფასი დრო იმისათვის, რათა ჩვენი ცოდვების გამო ღმერთს სინამდვილე მივართვათ. რათა ცხონდეთ და გადავრჩათ. ზოგი ადამიანი ზედაპირულად უყურებს, როგორც ძანებდა ახლა მამა რაფაელი ამ მოვლენას, არ უნდა რომ იფიქროს. ჩვენ კი თუ ვართ ქრისტიანები, სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ. როცა ადამიანი სიკვდილზე ფიქრობს, ის ცოდვასაც ებრძვის. ცდილობს, რომ ღვთის მცნებებით და ზნეობრივად მოწესრიგებულმა იცხოვროს. ღმერთმა დაგლოცოთ და